ქართველი მებრძოლი უკრაინაში აგერ უკვე 2014 წლიდან მოყოლებული ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი ახლა კავშირზე, როგორც ყოველთვის ძალიან მიხარია, როცა მას მხნედ ჯანმრთელად ვხედავ და ირაკლის მინდა მივესალმო. ირაკლის სხვათა შორის მაყურებელს შევახსენებ, ჩვენ შეერაღებული ძალების დაზვერვის მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო. მას შესაბამისად ძალიან სერიოზული კომპეტენცია მანამდეც ჰქონდა დაგროვილი და ახლა საერთოდ ბრძოლის ველზე ვიტყოდი, რომ უნიკალური და უნივერსალური ინფორმაციისა და გამოცდილების მატარებელია ირაკლი. მოგესალმები. გვაინტერესებს პირველ რიგში თავად როგორ ხარ, სხვა ჩვენი ქართველი მებრძოლები როგორ არიან და ამასთან ერთად რა თქმა უნდა ყველას გვაინტერესებს როგორია ვითარება ფრონტის ხაზზე, ესკალაციის ასე ვთქვათ მიმართულებით მიდის ეს პროცესები, როგორც მოსაოდნელი იყო. ალბათ მოკლევადიანად ეს კონკრეტული შემთხვევები მაინც უფრო ნატოს ხვალინდელ სამითა მიმართებაში რაღაც განწყობები ჩამოყალიბებისთვის უფრო სჭირდებოდა როგორც უკრაინელებს, თავისთავად პუტინსაც. რამდენად გამოუვიდა ეს პუტინს და თუნდაც კონსტანტინოვკაზე გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. ხო, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გათვლილი იყო ეს განცხადებები, ასე ვთქვათ, ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც იგივე რომ რაღაც ფონის შექმნან, მაგრამ ვისია გათვლილი საკეთო არ მოსახლებას ნაკლებად ახლა არ ვიცი, თვითონ ხედავენ სურათს ამ მდგომარეობაც აქვთ და დასავლეთზე და უშუალოდ ტრამპზე გათმოა დღეს ახლა ინფორმაცია ყველამ კარგად იცის ონლაინ რეჟიმში თვითონ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ თუ რა მდგომარეობა ბრძოლის ველზე შესაბამისად რაღაც ამას რაიმე ისეთი შედეგი კონდეს არანაირი ახლა კონსტანტინოვკას რაც შეეხება კი დიდი ნაწილი ესე ვთქვათ მათ მიერ კონტროლი, მაგრამ ჩვენ მსმენელს ახლა ძირითადად გონიათ, რომ რეალური სურათ ვისაც არ ვნახე ადგილზე, რომ რაღაცა დასახლებული პუნქტის აღება, დასახლებული პუნქტის დატოვება ხდება, როდესაც იქ, ესე ვთქვათ, დასახლებული პუნქტი მხოლოდ ესე ვთქვათ, პირობითადაა, თორე სახლის შენობა იქ ფაქტიურად არ არის დარჩენილი. შემდეგ ასეთ მდგომარეობაში შემდეგ მისი კონტროლი ფაქტიურად შეუძლებელია. ახლა მაგალითად ავიღოთ ჩასოვი არის, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის წინ, ვთქვათ, როგორც იძახდნენ, დაიკავეს, როგორც ვიძახდით, დავტოვეთ, მაგრამ რეალურად დღემდე მას, ესე ვთქვათ, რუხი ზონაა და რაღაც სიკვდილის ზონაა და რაღაც სადღაც ნანგრევ სარდაფებში ჩარჩენილი რამდენიმე და ეს ამას ქვია მათი კონტროლი. პაკროვსკმაც აჩვენა რომ დაიროძა პაკროვსკი დაიკავეს, შემდეგ რეალური არავინ არის ესეთი განვითარება სწრაფი და გარღვევა არ მოყოლია, ისევე იქნება აქ ახლა თვითონ კონსტანტინოვკის ოპერაცია 10 თვეა გრძელდება. ცოტა უხეშად რო ვთქვა, ირაკლი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრონტი დგას. რა თქმა უნდა შეიძლება ზოგიერთი ხო სხვადასხვა მონაკვეთზე იყო კონსტანტინოვკა, მაგრამ ეს უკვე განპირობებული იყო, რომ ზოგადად დასახლებული პუნქტი სანამ იქ ჯერ კიდევ არის შენობები, თანამედროვე სიტუაციაში რაც შეეხება დრონების გამოყენებას საკმაოდ რთულ, როცა ცოცხალი, ესე ვთქვათ, ხორცი ბევრი გაქვს, რთულია, იმიტომ რომ რეაგირების დრო დრონებისთვის, ოპერატორებისთვის არის ძალიან მოკლე. აი დრონებთან ურთიერთობა ირაკლი შენ ერთ-ერთი პირველი ხარ, რომელმაც უკრაინულ არმიაში ურთიერთობა დაიწყო, ასე ვთქვათ, თქვენს უკრაინელ კოლეგებთან, თანამებრძოლებთან ერთად, მაგრამ თქვენი ქვედანაყოფი მე მეტ დეტალს არ ვიტყვი ამ შემთხვევაში, მაგრამ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც აი ამ პირველ საცდელ ოპერაციებში მონაწილეობდა და ამ მხრივ ვიცი, რომ კიდევ უფრო წინ ხართ, ვიდრე ასე ვთქვათ, სხვა უკრაინული შენაერთები, რომლებიც შემდეგ ჩაერთნენ უკვე ამ პროცესებში და დაიწყეს ტექნოლოგიური ადაპტირება ამ ახალ ტექნოლოგიურ ომთან. ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო დღეს ვკითხულობდით უკრაინის თავდაცვის ახალგაზრდა მინისტრის განცხადებას და კომენტარებს. მან თქვა, რომ მათ უკვე 28,000-იან ნიშნულს ისინი აცდნენ, ანუ აი ხორცი რადგან ახსენეთ უხეშად ასე ვთქვათ სამიზნეს შედეგიანად განადგურებული მოწინააღმდეგეების რაოდენობით და ვიცით, რომ 50,000 არის სამიზნე და ეს დინამიკა იზრდება ფაქტობრივად ყოველდღიურად. ისევე როგორც ბოლო 48 საათის განმავლობაში 240 ენერგეტიკული ობიექტი გახდა წარმატებული სამიზნე უკრაინული დრონების უკვე რუსეთის სიღრმეში. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სტრატეგიულ მონახაზებს, მაგრამ აქვე ჩდება კითხვა, რამდენად შეუძლია რუსეთს
ადაპტირება და დაწევა ამ უკრაინული უპირატესობის ამ ტიპის ტექნოლოგიურ დაპირისპირებაში. რამდენად წინ არის ამ თვალსაზრისით წასული უკრაინა და რა ფაქტორებია ამასთან, რომელიც არა მარტო უკრაინაზეა დამოკიდებული, მაგალითად დასავლეთის ფაქტორები, იქით კი ჩრდილოეთ კორეა, ირანი, დაუშვათ ჩინეთი, რომელმაც შეიძლება ეს დისპროპორცია, ეს დისბალანსი შეავსოს რუსეთის სასარგებლოდ. ხო, ჩრდილოეთ კორეა ალბათ სავალოდ ნაკლებად, ეხლა ეს დღეს ამ ტექნოლოგიებში ფაქტია, რომ უკრაინა და ჩვენი მოწინააღმდეგე მტერი რუსეთიც ერთ-ერთი ესე ვთქვათ მოწინავეა მსოფლიოში. მაგრამ რატო ხდება რომ ჩვენ უფრო ესე ვთქვათ გარკვეულწილად გარკვეულ სეგმენტებში ახლა არის სეგმენტები, სადაც მოწინააღმდეგეს გააჩნია უპირატესობა და ეს კონკრეტულად პრინციპში საიდუმლო არ არის და ესეთი რთული მისახვედრი, რაც შეეხება შახედებს, გერანებს, ესე ვთქვათ და ასეთი ამ ტიპის თვითმფრინავთა დახმას დარტყმებს, აქვთ მაგს თამაში უპირატესობა, საკმაოდ, რაც განაპირობებს თვითონ შიგნით თავი მოუყარეს და შორს არის და ჯერჯერობით ჩვენი შორი მანძილის საშუალებები, ასე ვთქვათ, არ წვდება ამ ქარხანას, დღეს ალაბუგის ქარხანა თათარსტანში და კიდე ერთი ქარხანა, სადაც მზადდება ეს დრონები და ის რომ მასიურად, ძირითადი კომპონენტი რაც არის, რაც თვითონ არ ამზადებენ და შეაქვთ ძრავები, ჩინეთიდან ესე ვთქვათ, მიწოდება, ხდება, შესყიდა გასაგებია, ბევრად მეტი ფასით რეალთან შედარებით, მაგრამ ამ თანხას იხდიან. დანარჩენ სეგმენტში ხლა რა თქმა უნდა ხლა იმას არ ვამბობთ რომ ხლა ჩვენ რაღაც ფიზიკა და ესე ვთქვათ უკეთესად ვიცით და არა, იქაც კარგი სკოლა და ხლა ეს მითექსაგან, მაგრამ პირველი ეს არის დასავლეთის სერიული დახმარება, მაკომპლექტებლების სწრაფად მოხდა ჩვენთან სწორედ მოხდა მენეჯმენტი და საშუალების მიცემა ყველანაირ მწარმოებელ, ათასობით მცირე დაწყებული ერთკაციანი და ორკაციანი დამთავრებული რაღაც ასობით თანამშრომლით სხვადასხვა ფირმების, ვთქვათ, მიეცა საშუალება, რომ მაქსიმალურად ეწარმოებდა, მაქსიმალურად ეკეთებდა ამ მასაში ინჟინრების, მწარმოებლების, რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესი იდეები, კონკურენცია და ასე ვთქვათ, შედეგი უკეთესია. სწორედ ეს სისტემა არ გააჩნდათ არც ომამდე და სწორედ ამიტომა რომ ურთიერთობა ნორმალურ ადამიანს და ნორმალურ საზოგადოებას არ უნდა ამ იმპერიასთან, რომ სწორედ ესეთი ტიპის საზოგადოება ვერ ჩამოაყალიბეს, თორე ესეთები რო ყოფილიყვნენ და თავისუფალი ცხოვრება ყოფილიყო და თავისუფალი ეკონომიკა და თავისუფალი ურთიერთობა არც ომი არ იქნებოდა, მოკლედ არც თვითონაც არ დაიწყებდნენ ომს. შესაბამისად, ბევრად წინა ვართ, სანქციები, რა თქმა უნდა, ნელა, ყველას ეგონა რომ თავის დროზე უცებ მასე და არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნელა, მაგრამ მაინც მოქმედებს, იმიტომ რომ ბევრად უფრო რთულია მათთვის სხვადასხვა მაკომპლექტები, იმიტომ რომ დღეს ის ძიმე შეიარაღება რაც შეეხება რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, ყველაში ჩანს, რომ რაღაც მაკომპლექტებლები ძირითადი აქვს, ასე ვთქვათ, დასავლეთიდან სხვადასხვა გზების ავლით ამ სანქციებზე ახერხებენ კიდევ მაკომპლექტებლებს, რაღაც კრიტიკული მაკომპლექტებლები, რომელსაც თვითონ რუსეთი ვერ აწარმოებს, იმიტომ რომ დღეს ვინმე არ იცის, ახლა დღეს არ არის ტექნოლოგია ესეთი საიდუმლო, უბრალოდ თავის დროზე ეს საწარმოები ჩვენ საბედნიეროდ ვერ დაალაგეს, ვერ ააწყვეს და იყო ყველაფერი ერთხელში მოქცეული კორუფციის ქვეშ და ასე შემდეგ. ირაკლი, ჩვენ საუბრის ბოლოს ტექნიკის მიღმა საინტერესოა მაინც როგორი განწყობები არის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ბევრი რეფორმა გატარდა, ბევრი რამ გაკეთა, მათ შორის როგორც გენერალური შტაბის, ასევე თავდაცვის ახალი მინისტრის მიერ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტონომიურობის ხარისხი ცალკეული სამხედრო დანაყოფების გაიზარდა, რა თქმა უნდა, საერთო სამხედრო სტრატეგიული ხელმძღვანელობის ქვეშ, მაგრამ ოპერატიულ დონეზე, მათ შორის მომარაგებისა და ლოჯისტიკის უკეთესად უზრუნველსაყოფად ეს დაეტყო, რამდენად დაეტყო ეს ერთის მხრივ სამხედრო წარმატებას და მეორეს მხრივ თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრების საბრძოლო განწყობას. ეხლა ჩვენი ვთქვათ სამხედროების და შესაბამის მესვეურების გასაგონად ზოგადად უკრაინელი ხალხს ხასიათში აქვს ეს, ასე ვთქვათ, ალბათ ამის გამო
დიდი ხნის მანძილზე სულ პრობლემა იყო რაღაც ესეთი ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება საუკუნეების მიღმა, ამას რო შევეშვათ ის რამაც გადაგვარჩინა თავარი იარაღი სწორედ იყო, ეს ვთქვათ, ბრძოლ გარდა სულისკვეთებისა და პატრიოტიზმის მაგას გასაგებია, მაგრამ ეს იყო უნარი, აუცილებლად ალბათ გენეტიკაში აქ ამ ხალხს ეს ჰორიზონტალური ურთიერთობის და ასე თქვა მართვის ჰორიზონტალური. რატო ვთქვა ჩვენების გასაგონი, იმიტომ რომ მიჩვეული ვართ ძველ რაღაც ეს თქვა პრუსიულ სისტემას, სადაც არსებობს რაღაც მკვეთრი ვერტიკალი და მოკლედ აი ამ რასაც დღეს რუსულ არმიაში ხედავთ და სწორედ ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ვერ შეიცვლებიან, იმედი მაქვს კი არა დარწმუნებული ვარ ამაში. და რაც გადაგვარჩინა ის რომ აი ესე თავისუფლად ყველა დონეზე ხდება შესაძლებლობა რომ მიიღონ გადაწყვეტილება. კი, პრობლემები არის, რა თქმა უნდა რეფორმა მიდის და არ არის და ესე რომ იყოს დალხენილი ყველაფერი კარგად, აქამდე დავამთავრებდით ამ ომს და ვთქვათ რეალურად გქონდა შანსი მოგების, მაგრამ რთულია, მაგრამ სწორედ ეს არის, ეს ვთქვათ ავტონომიურობა, შესაბამისი მართვა და ეს არის, რა ვიცი, ფსიქოლოგია, მენტალიტეტი, ფილოსოფია, რაღაც სოფხედველობა ადამიანების, რომელიც აი ასე უდგებიან ცხოვრებას, ასე უდგებიან შესაბამისად ომსაც და რაც ითაც აღვემატებით ჩვენ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. გისურვებთ რომ ეს განწყობაც კიდევ უფრო მეტად გამყარდეს და მართლაც აი თქვენი იმედები პერსპექტივაშიც ჩვენ კარგად გვესმის რომ რაღაცა მოკლე სწრაფი შედეგის მოლოდინი არ არის ახლა უკრაინაში, თუმცა რუსეთის მმართველობითი სისტემის სპეციფიურობიდან გამომდინარე გამორიცხულიც არაფერია ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო, ასე რომ ნახოთ. ბატონო 100 წლის წინაც იგებდნენ და კარგად ჰქონდათ საქმე პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ უცებ აღმოჩნდა რომ უცებ ჩამოინგრა ყველაფერი. გამარჯვებას გისურვებთ თქვენ მთელს უკრაინას. გემშვიდობებით ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი გვერდთვებოდა ჩვენ ახლა უკრაინიდან.